დღეს კობახიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა გარე განათების ბოძების დასამონტაჟებლად მისულ მუშებსა და ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცეს. მოსახლეობა არჩევნებამდე დაპირებული შესრულებას ითხოვს და ამ მიზნით ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი თოდუას მიმართავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების ბოძები ყველგან დაამონტაჟეს გარდა მათი ქუჩისა. როგორც ოდიშთან საუბარში აცხადებენ, მერიაში რამდენჯერმე იყვნენ ამ საკითხის გასარკვევად, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. გვინდა გარე განათება ვითხოვს, ეს რამდენჯერ შეგვიყვირდნენ დეპუტატები არჩევნების წინ, უკვე ჩვენი ქუჩა როგორც შესახვევი ყველგან გაკეთებულია მოსაშუძე, ტაბიძეზე, კობახიძეზე და დაკტოვეს 30 ოჯახი უშუქოდ. გვითხოვთ რა ბოძია საჭირო და ამის დამონტაჟებას. სხვა არაფერი მოთხოვნები არ აგო. სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჩვენ მუშაობის გაგრძელების უფლებას არ მისცემთ ამ ხალხს. ვითხოვთ ჩვენ დეპუტატს თოდუას მოვიდეს და პასუხი გააქვს შეასრულოს თავისი დანაპირები. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ. ვითხოვთ სინათლის გაკეთებას და ბოძების დაყრას. აქეთ გააგრძელებს თვითნებურად. პირველად ჩვენ ვიყავით იმაში პროექტი, ეს პროექტი ამოშალენ და ეს გაუშვენ აქეთ. აქ კიდევ გვაჯავრებენ, მოდიან და თქვენ ხვდებათ ნაციონალიზმი იცით ხმა და იმიტომ ხვდებათ ისე დაკტოვეთ და ამას ამბობენ. დღესვე კობახიძის ქუჩის მცხოვრებლებს მერიის სამსახურის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდა. გიორგი თოდუა ადგილობრივებს დააპირდა, რომ 2015 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ეს საკითხი გათვალისწინებული იქნება და გარე განათების ბოძები დამონტაჟდება. კიდევ წინა საარჩევნო ჩვენ დაუპირდით მოსახლეობას, რომ მხოლოდ აბუბანში, ამ ოლქის ამ უბანში ტაბიძის ქუჩაზე გარე განათების მშენებლობას, ასევე კობახიძის ქუჩაზე. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 15 კილომეტრი განათება ქალაქში და მათ შორის აუცილებლად პირველ რიგში გაკეთდება სწორედ კობახიძის პირველი შესახვევი. კობახიძის ქუჩის შესახვევში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი და იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, გარე განათების ბოძების დამონტაჟებას სხვა ტერიტორიაზეც არ დაუშვებენ.